კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა, რის გამოც ღვინის ქარხნებთან მევენახეთა კილომეტრიანი რიგებია. ყურძნის შაბარების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ საწარმოში გაეცნო. ლევან დავითაშვილის განცხადებით, რიგების მიუხედავად კახეთში რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღის მდგომარეობით რეგიონში 50,000 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. ოთხი არ იყო რომ მოვიდა და ეგრე ვარ და დიდია ბარა გევა მიიღებენ კილო რა მივიღებთო და ეხლა თუ მიიღებენ და თავიანთინება თუ არ და რა ვქნა თუ არ გადავხვით აი ეგრე უნდა გავაცელოთ რა დიდი არის სამნევი პროცესი ფერის მიმდინარეობისა ძალიან მოკლე ხანში ძალიან დიდი რაოდენობის ყურძნის გადამუშავება ეს არის ჩვენი ამოცანა და იმ რესურსებით რაც სახელმწიფოს სექტორს გააჩნია ბუნებრივია გარდაუვალია რომ არსებობს იგი მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს ორგანიზებული პროცესი არ იყოს შეფერხება არ იყოს უსამართლობა და ყველა ჩასაყარებელი ყურძენი საბოლოოდ უნდა გაბინავდეს